მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, ეხა ისეთი პერიოდია, რომ აშკარად ამ თემაზე უნდა ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ საბერძნეთს ვეთამაშებით, ახლა მე რასაც უყურებარი 9-9, საკმაოდ კარგად ვთამაშობთ. ამ ევრობასკეტზე კი არა და ზოგადად ევრობასკეტზე კარგად გამოვიყურებით ხოლმე ყოველთვის. ვახ, კაი სამიანი ჩავაგდო. ხო და ბიჭო, კაისა რა, აუ ზემაწუხე. კაი გუნდი ვართ რა, უბრალოდ იცი რა პრობლემა გვაქვს, რომ აი სათადარიგოს კამი არ ყავს რა. იმათი გუნდი შედგება პანათინაიკოსის ორი ფეხბურთელისგან პლუს ოლიმპიაკოსის ორი ფეხბურთელისგან. ანუ ძირითადი ხუთეული ვინც არიან რა, ეს მიტროღლუ, იანის და ის. და მილუოკ ბაქსის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელისგან და ჩემი აზრით საუკეთესო კალათბურთელისგან, რომელმაც აღარ დაგვატენა ბურთი თავზე. თუ ხო, ეგ იყო. ხო და პლუს ამ ჯიანის ყავს კიდე 4 თუ 5 ძმა და ყველანი არიან კალათბურთელები და ყველანი საკმაოდ კარგი მოთამაშეები არიან რა და ჩვენ რო ესეთ ქვეყნებში ესე კარგად გამოვიყურებით, ეგ არის ძალიან გასაკვირი, იმიტომ რომ შიდა ჩემპიონატი განვითარებული არ გვაქვს. ეხლა ქუთაისის ორი ტიპი ყავს წაყვანილი, ოჩხიკიძე მე მგონი და სანაია არის მე მგონი ის ბიჭი ყავს. ხო, ნუ, ანუ მეც ვერ ვერკვევი ქართული ანუ იმენა ქართული კალათბურთი რა, რაცა ეროვნული ჩემპიონატი, მაგისი არ მესმის რა, ანუ არ ვიცი, ვაფშე არ ვიცი რა ხდება, ვიცი გუნდები რო არსებობენ, ვიცი რა გუნდები არსებობენ, სადმე რაღაც წარმატებას თუ აღწევენ აუცილებლად ვიგებ, მაგრამ ნუ ესე ყოველდღიურობაში თვალყურს არ ვადევნებ რა. და მიუხედავად ამ ყველაფრის საქართველოს ესეთი კაი კალათბურთის ნაკრები რომ ყავს, ეგ არ ვიცი, რის დამსახურებაა რო არ მოგატყუოთ. Просто წინა თამაში შენგელიას ადგილას მეც მაგრა ვაგინებდი იქ ხალხს, იმიტომ რომ საგინებლები იყვნენ, რომ დააკვირდეთ. ბურჯანზე თამაშობს ეს ბოლო პერიოდია საუკეთესო დაცვას, მე რაც დავაკვირდი რა. და შეტევაში ძალიან კარგად გამოიყურება ხოლმე მოხსნებზე რა ყოველ შემთხვევაში. ხო და ბურჯანზე მომწონს. ძალიან კაი ბიჭი არის. Просто ასაკშია რა ეგეც. ხო და აი ესპანეთთან მქონდა როგორი რაღაც დაფიქსირებული, იცი? აუ რა ცუდი ფეხი მაქვს, იმენ რაც ვიდეო ჩავხთე 5-0-ს გვიგებენ მაგ პერიოდის მე გაქცევა აქვს. ბლედ. სად ვიყავი? დავავიწყდა სად ვიყავი. ხო. ამის მერე გვაქვს სათამაშო ბოსნიასთან და კვიპროსთან. ორივეს ძალიან მარტივად მოვუგებთ ყველა მათემატიკეთ, აი სურო ზამენის ფეხბურთელები, კალათბურთელებმა ითამაშონ, წესით მაინც მოვუგებთ ორივეს. ეხლა თან ვუყურებ რა, უბრალოდ მე ისე მინდოდა ყურება ხოლმე, ბალის ჩამოვარდა. მე ისე მინდოდა ყურება ხოლმე, რომ თქვენთვისაც მენახებინო, მაგრამ წესით მაინც დამედება და მთელი არხი დაგვიკარგება მე რა და მაგიტო არ გაურისკე. კაი სამიანებს ყრიან და ეხლა რა გინდა რო ქნაო. პერიმეტრს მაგრა აკონტროლებენ რა ჩვენთან. ხო და პრობლემა რა არის, იცი? ესპანეთთან თამაშის დროს, ესპანეთის თამაში მესამე მეოთხედის შუაში ჩვენს სათადარიგოს კამიდან შემოსულ კალათბურთელებს არც ერთ ქულა არ ქონდა აღებული, საერთოდ არც ერთი. აი ეგ არის პრობლემა, რომ აი რო რამე დაუშვათ შენგელია წინაზე რომ დედის ტრაკი დააფარა იქ fuck you ეგ რო გააკეთა მაგის მერე ის იყო რა. ვერავინ ვერ შემოვიდოდა ისეთი ვინც ქულებს აიღებდა. აი ქულების აღება არის პრობლემა. ეს არ თქვა ეხა ჯარიმა ხაზზე გადასულა ჯიანის. просто მე იმას ვერ ხვდები ჯიანისი როგორ ეტევა ასეთ პარკეტზე რა, უფრო პატარა არის. NBA-სთან შედარებით, NBA ხო და აი კაუჩე, ბერძნებს მაგრა აქვთ განვითარებული, რაცა უნდა ვთქვა, ბერძნებს ძალიან კარგად აქვთ განვითარებული შიდა ჩემპიონატი ქვეყნის. და ჯარიმებს ვერ ვისვრით კიდე, ეგაა კიდე ჩვენი პრობლემა, რო არ მოგატყუოთ. ჯარიმებს რო უკეთესად ვასრულებდეთ, წინა ძალიან ბევრი ქულა დავკარგეთ, 1-12 ქულა მაინც დავკარგეთ. რაღაცა 11-დან მქონდა ერთი ჩაგდებული თუ რაღაც. რატიც ვეღარ არის. რატის ის პერიოდი, რომელსაც ევრობასკეტზე ძალიან გაიბწყინა და მერე ჩაქრა რა. არა და კაი კალათბურთელი არის, მართლა კაი კალათბურთელი, ქუჩის სტილის კალათბურთელია და ეგეთები მაგრამ მევასება მე. ვინც არიცით მე კალათბურთში ჩიკაგო ბულს გულშემატკივრობ და ჩიკაგო ბულსი მიყვარდა არა მაიკლ ჯორდანის, არამედ დერიკ როუზის გამო და დერიკ როუზი ისეთ კალათბურთელი იყო რა, იმენა. ქუჩაში რო შეგხვდებოდა.
დღეს ორივე ჩააგდო რა, გურჯაანძემ დღეს სამიანიც ჩავაგდეთ უკვე. თან კაი სამიანი ჩააგდეს. და ჯარიმებით ჩავყარეთ ახლა და რა ვიცი, იქნება ბიჭო, კვიპროს მასპინძლობს, მაგრამ არ მგონია რომ ეხა რაღაცა ის პრობლემა შეგვექმნას მაგის გამო რა, ანუ იმდენი ქართველი არის ჩასული, რომ მე მგონი საკუთარ მოედანზე ჩვენ თამაშობთ, ისინი კი არა. შვენიერი ბუსტი გააფუჭეს, კაია. აი ეს 4 კიდე თამაშობს იმაში, მე მგონი, ქუთაისში და არის 21 წლის, თუ სწორად მახსოვს, ეხლა არ მაქვს ისა. ტელეფონით ვიღებ, თორე განახებდით მე. აუ, ვიღებ ვაფშე. აუ, კიდე კაი, ვიღებ, თორე მაგრამ ეწყინებოდა იმენამ, ყველაფერი ნალაპარაკები მქონდა და იგივეს გამეორება, მაგრამ ეძღება ხოლმე. აუ, რა გამიხარდა რომ ვიღებ. გულზე მომეშვა. ხო და დღეს აუ, კიდე სამიანი ჩააგდეს ჩემი. მე სამიანი, მაგრამ მარტივია რა, აქაური სამიანი ჩაგდება, მოკლევანძილია. 5-დან აქვს 4 ჩაგდებული და ბევრია რა, ნამეტანია რა. თან მიტროღლუც რო აგდებს უკვე პიზდეცია რა. მიტროღლუ არ უნდა აგდებდეს ისეთ პოზიცია. აუ, ნახე. ეხლა რა მოხდა, იცით? 4 ბერძენი იყო და 1 იცავდა მარტო ქართველი. დაგვატენს თავზე ისე. აუ, ამათან წაგება პრობლემა მართლა არ არის რა, რო არ მოგატყუოთ რა. ამათან მოგების იმედი წესით არც უნდა გქონდათ ბიჭებს. იმიტომ რომ აი რაღაცნაირად ძალიან დიდი სხვაობა არის ჯიანის და სხვა კალათბურთელებს შორის. ანუ აქ არა მაქვს იმაზე ლაპარაკი, რომ ჩვენები შედარებით ცუდები არიან არა. იმენა ჯიანისი არის იმხელა სხვაობა, რომ ვიცი რომ იანისი ქვია, მაგრამ მე ჯიანისს ვეძახი, იმიტომ რომ ეგრე მინდა, ეგრე ხალისო. წავაგებთ ამ თამაშს, მაგრამ არა უშავს, იმიტომ რომ გვექნება 4 ქულა. 4 ქულა თუ გვექნება, მე იქ 2-2 და რამდენი გამოდის? 8 ქულა გამოგვდის ჯამში და 8 ქულით აუცილებლად გავალ ჯგუფიდან. აუცილებლად გავალ ჯგუფიდან და ვიქნებით მესამეზე წესით, ჩემი მათემატიკით. იმიტომ რომ ესპანეთთან გვაქვს მოგებული და ეხა ესპანეთი, იტალია, საბერძნეთი არიან. კვიპროსი და ბოსნია და ჩვენ. ხო და 4 გუნდი გადის თან, როგორც მახსოვს და პრობლემოდ გავალთ რა. დავჭი, კაია. აი, ბიჭო, ესეთ მარტივ ბურთებს რო ვეყრიან ტეხავს. ყველა ბურთზე რო დამატება გჭირდება, ცოტა ნიტუ არის რა. უნდა ჩააგდოთ, აი, ჩააგდოთ რა. თქვენი მუღამი ხო ეგაა, რომ აი არ ჩა. დაცვაში ბერძნები კარგები არიან, თქო რო გითხრათ, მოგატყუებთ. ფსიქოლოგიური პონტი უფრო აქვს სხვა გუნდებს ბერძნებთან, ვიდრე სხვა რამე რა. კორსანტია არ ვიცი სათამაშებს. არ ვიცი სათამაშებს. ესეც ანტიტეკუმპოა ხო? რამდენი ანტიტეკუმპო ყავთ? საბერძნეთში რო ვიყავი ახლა ძალიან ბევრი ის იყო. მაგრამ მიყვარს ეს ქვეყანა მართლა. აი ესეთ რაღაცნაირი დადებითი ხალხი არიან ჩემი აზრით. და ეს იანისიც და მაგის ძმებიც ყველანი არ არიან რა ესეთი სხვები როგორც არიან. აი ჩასახლებული ტიპი, აი განადან ჩასული ტიპები რო არიან გერმანიაში და მე განელი ვარ რო იძახიან. ესენი არ არიან ეგენი თავს იმენა ბერძნებად თვლიან, იმიტომ რომ ბერძნებად არიან აღზრდილები და მესმის რა. ესა ძალიან ისეთებიც არიან. რა ქვია მაგას? პატრიოტები. ორივე ბურთი გააფუჭე, შეგენაცვალე ძმაო ხელებში. ძალიან მიყვარს კალათბურთიც. საყურებლად ძალიან კაი სპორტი არის, პროსტა ამის ყოველდღიურად ყურება არ შემიძლია, მართლა არ შემიძლია რა, აი. მირჩენი ფეხბურთი ბევრად უფრო მირჩენია, რატომღაც არ ვიცი. დაჟე მეორე სპორტადაც არ მაქვს კალათბურთი, რომ იცოდეთ, ჩემი საყვარელი მეორე სპორტი ალბათ. კაია. ჩემი საყვარელი მეორე სპორტი არის დიდი ალბათობით ეხლა ვფიქრობ ბეისბოლი გითხრათ თუ ტენისი, მაგრამ ალბათ უფრო ბეისბოლი არის რა. ბეისბოლი ძალიან მევასება. თქვენ ალბათ არ გამიგებთ, იმიტომ რომ ბეისბოლი ყველას გონია, რომ ეს დაარტყი გაიქეცე არის და არ არის ეგეთი თამაში რა, ძალიან ჭკვიანური სპორტია. ძალიან დიდი ტვინი ჭირდება წვრთნელს როგორც მინიმუმ, რომ რაღაცები იქ დაალაგოს რა.
ეგეთი ფილმი არსებობს, ბრედ პიტი თამაშობს, მანიბოლი ქვია. მაგ ფილმს რო უყუროთ, ბეისბოლის წესები რო გაარკვიოთ და მე მაგ ფილმს უყუროთ, ალბათ მაგრად გაგისწორდება თქვენს რა. ფილმადაც კაია და რეალური ამბავი არის, თან ოკლენდ ატლეტიქსი არის ერთი ეგეთი გუნდი. მე არ გულშემატკივარ მაგ გუნდს, მე ტორონტო ბლუ ჯეისის გულშემატკივარი ვარ იმაში. უბრალოდ იცი რა არის, რომ ბეისბოლში კონკრეტული ტიპები არ ვიცი ვაფშე რა, წარმოდგენა არ მაქვს ვინ ურტყავს, ვინ რა პოზიციაზე თამაშობს, ანუ რომელიღაც მოთამაშეები რა თქმა უნდა ვიცი ვინ არიან, მაგრამ გულისხმობ იმას, რომ აი როგორც დავუშვათ ახლა მარცხენა მცველი რომ მიკითხოთ და რომ ჩამოგითვლით ერთი 30 ფეხბურთიდან, ეგრე ვერ ვიზავ. იქიდან ერთ ტიპსაც ვერ გეტყვით, ალბათ პიჩერი ვინ არის რა, ანუ იმიტომ რომ ჩემთვის გუნდური სპორტი არის ძალიან. რა ფეხბურთი ეგეთი გუნდური სპორტი არ არის. მე თუ მკითხავთ, არც კალათბურთი. აი, აგერ ვერ ხედავ ჯიანის და მიტროღლუ იმენა დედას ტყნამენ. მოკლედ აქ ჯგუფიდან აუცილებლად გავალთ. მე რას ვიზავთ, ეგ ასაკითხავთ თორე. ბოსნიას მოვგებთ და კვიპროსაც. მაგას აქედავე გეუბნებთ. ცოტა ცხელა დასაბანი ვარ თან და თან ამ თამაშის ყურებაც მინდოდა. ახლა იმაში ვარ. აი, აბა რა გავაკეთო? აბა ის ვქნა, ეს ვქნა, რა ვქნა? რაღაცა ხომ უნდა ვქნა რა. გაჭედილი ვარ. ახლა დაიწყო მეორე მეოთხე და 13-22-ს ვაგებ. მაგრამ ეს არ არის პრობლემა. მიდი ჯარიმა ძმა. აი ფეხბურთზე ალბათ უფრო გაგისწორდებათ. ახლა ტელევიზორში რომ უყურებ, ტელევიზორში კიდიათ ალბათ. ვაფშე გესმით ნეტ. ეს უნდა გესმოდეთ, იმიტომ რომ შემოდის. და კომენტატორები არ მევასებიან რა. არც ერთი სპორტის კომენტატორები არ მიყვარს. სეტანტას კომენტატორები მევასებიან, ტატო ბავსიკაძე, всё, მორჩა. არ კიდე არიან 1-2, მაგრამ არ მევასება რა კომენტატორები არიან ხოლმე ძალიან ისეთი სუბიექტურები თამაშის წაყვანის დროს. და სეტანტას კომენტატორები იმიტომ მიყვარს, ჩავაგდეთ. სეტანტას კომენტატორები იმიტომ მიყვარს, რომ აი ანდრო ხელაძე რო არის, ხო იცი რომ ღერის. ეგ არის მილანის ფანი და ერთხელ მილანს გაუტანა ვიღაცა მაგარი გოლი და აი ისე აღნიშნა, როგორც იმ გუნდის გულშემატკივარი აღნიშნავდა და აი მაგის მერე უფრო დავაფასე რა. ეგაა პროფესიონალიზმი და აქ პროფესიონალიზმი იკარგება ხოლმე პირველ არხზე განსაკუთრებით, იმიტომ რომ პირველ არხის კომენტატორები რაღაცნაირები მე ის კაცი არ მიყვარს ყველაზე მეტად, აი არ ვიცი რა ქვია, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატზე რაღაცები მიყავს ხოლმე რა, სანამ დაიწყება თამაში, ეგ რომ მიყავს ხოლმე რაღაცნაირი ხმა. მინაშვილი მაგრამ ევასება, დაჟე. მაგრამ აი ეგროჟა ვიზეც ახლა ვიძახი, არ ვიცი რა გვარია. იმენა მეზიზღება, ტიპი არის ბოღმა, იმენა აი რაღაცა ვიღაცას გულშემატკივრავს იმისიქით აპაჩები. თან ბიჭო რაღაცა ბილეთი რო გიწერიათ, არ არის, ვა რა კაი გათამაშება იყო 7-22. რაღაცა ბილეთი რო გიწერიათ და კუთხურების მეტოვა რო გიწერიათ, გასაგებია ძმა, მაგრამ ანუ მე 20 წუთზე რო იძახი თამაში კუთხური არ არის ჯერ და ეს რანაირი თამაშიაო, იწვამთ თავს ბიჭო, აი რაღაც ბილეთს ოწევთ, მესმის, მართლა მესმის რა, ამოხდა ეხლა გევასებათ სპორტი, იცით თან და რა ვიღაცა გუნდებზე რაღაცების prediction, როგორ აქ ქართულად, წინასწარმეტყველება რაღაცების შეგიძლიათ რა. გასაგებია ეგ. ოპა, მიდი. აიტა! შენი რა სამიანი გამაზაი. ჩვენმა შავმა კაცმა, ჩვენი კახელი ძმა, რა გვარია ეს, ad მახსოვს. მე ის მახსოვს. მაკფადენი რო ყავდა და всё, მორჩა. მაკფადენი არის, ხო, მაკფადენი. ოპა, კაი გამაზე სამათაც. ოპა, ჩვენ მოხსენ. ჯარიმა. მოწინააღმდეგის გადასვა, მე მგონა ეს. კავჩი, ამათი საჯების ისიც ვერ ვიგი. და ისეც ვერ ხვდები. ყველაფერს ჯარიმას უდებენ ხოლმე, ვერ ხვდები რა არის ჯარიმა. ანუ ყველაფერი ჯარიმა, რანაირად შეიძლება იყოს სპორტში რა. ერთმანეთს რო ეხებიან, ჯარიმას დებენ ხოლმე, დედა არ გნია. რანაირი სპორტია. ვიღაცა ინდუსი ყავთ. ეს რაღაცა არ მინახავს ახლა. სახუროვი? რა ხუროვი? უზბეკი ყოფილა. მე ინდუსი მეგონა. რასიზმშიც ცუდი ვარ აზრე ხარ. კაუჩი. თქვენ რას ფიქრობთ? რა არის ჩვენი მაქსიმუმი? მე მგონია რომ
ჯგუფიდან გასვლის მერე 1-2 გუნდს გაყოლება შეგვიძლია, ჩემი აზრით. ეხა ფინალში გავალთ და თავზე დავახებ ბურთს ყველას თქო, მაგას არ ვიტყვი, მაგრამ ну, რაღაცა ისიც კაია, რომ ეს ზამენის კალათბურთელები საათდარიგოს გავიდა რომ შევოდიათ. მაგათაც თავი გამოიჩინო, მაგრამ გაასწორებს, რომ იქნება ვიღაცა ეხა NBA ყოველთვის აკვირდება რა, NBA ფრანჩიზები არის და ვიღაც ტიპები, ეხა შენგელიამ როგორც იკაცა, აი წინა თამაშში. სულ დედის ფათახი დააფარა სულ ყველას. ეგ შენგელია ცოტა ახალი ასაკის რო იყოს, NBA აუცილებლად მიიწევდა სადღაც რა, იმიტომ რომ ტიპია რა, ანუ ის არ არის მარტო კალათბურთის კარგად თამაშზე არ არის რა. იქით ჭირდება ტიპები რა, ვინც რაღაცა აი ეგო აქვთ რა, აი Blue Lock-ი რო არის ანიმე ეგ თუ გაქვთ ნახე. ეგეთი პონტია რა, NBA-ში სულ ჭირდებათ ეგ ეგოიანი ტიპები და მაგრამ ასწორებს, მე მეგონება. გასაგებია რომ ეხა შოუ უფრო არის ვიდრე რაღაცა კონკრეტულ სპორტის სახეობა უკვე დიდი ხანი არის, მაგრამ მაინც რა საყურებლად ხო ასწორებს. მე ხო ვუყურებ ამას, მე ხო ვარ თამაშობ ეხა NBA-ს, მაგრამ კიდია ეხა რა ჯონ ვოლი ჩააგდებს სამკულიანს თუ კევინ დურანტი ჩემს სულ ერთი მთავარია ლამაზად უხდეს ყველაფერი ხო ანუ სპორტს რო უყურებ სპორტისგან სიამოვნების მიღება მჭირდება მაი NBA-ისგან უფრო მიიღებს სიამოვნებას იმიტომ რომ დაცვას იმხელა ყურადღებას არ აქცევენ და უფრო მეტი ლამაზი კომბინაცია იხატება ხოლმე და ერთმანეთს დიდად ხელსაც არ უშლიან რა რო დავაკვირდეთ ვერ გავიგე რა ხდებოდა მაგრამ აი რაღაც მოხდა ჩვენსკენ ой, კარზე არიან. წავედი ახლა მიყვარხართ, გაკოცეთ. ეხლა რომ გავიდე მე როგორ მოვალ, ეგ არ ვიცი რა ვინ არიან და აბა თქვენი ციჭკუით იყავით, კარგად იყავით, გაკოცეთ, მიყვარხართ. კიდე რამის თქვა ხო არ მინდა. მოვიგებთ. ყველაფერს მოვიგებთ, რაც გვინდა.